მე ვარ ზესილი ქარსელაძე 6 წლის. სწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა და თამაში. ერთი ნახატი დავახატე და ჩემი დავხატე და ვიყავი 4 წლის. ეს ნახატი დღემდე მაგ შენახული და კედელზე კიდია. მაშინ დავხატე კიდე 2 ნახატი. იმ ნახატებზე რაღაცა სახლები ეხატა და მეორეზე თევზები. 4 წლის ასაკში შევედი ხატვაზე. მერე იმიტომ გამოვედი, რომ ხატვის წრე დაიხურა. დამწაგული და კიდე მინდა შევიდე. მე ვიცი გოგონას ხატვა, სახლების ხატვა და კოშკების ხატვა. მე ვგავარ ფიფქიას და მე მინდა მქონდეს პრინცესას კოშკი. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი. ამიყოს წანა, იმიტომ რომ უშნო ფერია. ჩემთვის ყველაზე რთულია მთის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. ჩემ ნახატებს ვაგროვებ, იმიტომ რომ ტკბები რო უყურებ. ისე მიყვარს ხატვა, რომ მინდა გამოვიდე მხატვარი. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ მალსამ ნაქარგულში. ჩემი საყვარელი ცეკვაა რაჭული. საყვარელი ილეთია ეს. უკვე 3-ჯერ მქონდა კონცერტი. სკოლაშიც მქონდა ქართული ვიცეკვე. ორბიჭთან ვიცეკვე, სახელებიც ვიცი. დემეტრე და რეზი. ნაკარგულში ჩემი ქორეოგრაფია ნანა ქარსელაძე. პარალელურად ის არის ჩემი ბებია. კარგი ბებიაც არა, კარგი მასწავლებელი. ნაკარგული იმიტომ დაარქვა, რომ ნანა ქვია და ნანა ქარსელაძე და გული. ზოგჯერ ბებიას ვეხმარები მეცადინეობის დროს. წინ გამოვდივარ და ვაკეთებ და ისინი სიმეორებენ. მალე მექნება კონცერტი ანტალიაში და მერე მინდა მქონდეს დუბაიში. თან ძალიან მიყვარს დუბაის შოკოლადი. ეს არის ჩემი საყვარელი ტკბილეული. საყვარელი საჭმელია ბებია ჩემის გაკეთებული სოუსი. მე ჯერ არ ვიცი საჭმელების გაკეთება, მაგრამ ვადუღებ გემრიელ ყავს. მე ასევე მიყვარს სიმღერა და მუსიკა. ფანურზე ვკრავ და მალე დავკრავთ ყველანაირ ინსტრუმენტზე. ჩემი საყვარელი სიმღერაა მინდა გჯეროდეს. მე დავდივარ სტუდია ჰარმონიაში. იქ ჩემი მასწავლებელია ნატო თურმანიც. ის არის ლამაზი, მხიარული და კოხტა. კარგი ქმარი ყავს და ზოგჯერ შემოდის ჩაწერაზე. მალე ჰარმონიაში გვექნება კონცერტი. მალე მინდა ვიმღერო დიდ სცენაზე. მე ვარ ყველა მხრივ ნიჭიერი გოგო. მიყვარს ჩემი სკოლა იმიტომ, რომ მასწავლებელი მყავს კარგი. ეს კარგი მასწავლებელი არის ეკა შევაშიძე. მეხუტება და კარგი ხსნის გაკვეთილებს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ლაზარე ჩიჩაგუა. ყველაზე ჭკვიანია ილია კაცმაძე. 7 ბავშვს ვერ ვარჩევ, იმიტომ რომ არ გვყავს. ყველაზე ცელქია სანდრო მარტიკოვი. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. მე მინდა დაგვემატოს ცელქობის გაკვეთილი. რომ გავისტები, მინდა გამოვიდე ექიმი. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ მომწონს ეს რიცხვი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი 2 ბებო და ბიძია და ბაბუა. მე მინდა მყავდეს 2 ძმა და 2 და. მამიკო არის მხიარული, შრომელი და სიმპათიური. ეხლა არის კანადაში, ძალიან მიყვარს და მენატრება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია და შრომელი. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის შუა ქალაქი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ეხლავე ჩამოვიყვანდი მამას. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი დედასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 16. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.